გადახალისებული შემადგენლობითაა ამ ორი ამხანაგური თამაშისთვის კვიპროსის და ბელორუსის წინააღმდეგ ვლადიმერ ვაისმა გამოიძახა ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც დასამტკიცებელი აქვს თავისი შესაძლებლობები საქართველოს ნაკრებში, დასამტკიცებელი აქვთ რომ ისინი იმსახურებენ ეროვნულ გუნდში გამოძახებას და იმედი ვიქონიოთ რომ ყველა მათგანი მოახერხებს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენას და ეროვნული გუნდის დახმარებას. გიგა გვენცაძე და ლევან ღუდუშაური გაუძღვნა შვილს კონსტანტინოს ლაფისმა. აი შეცდომა ეხლა ძალიან კარგი საგოლე მომენტი დარტყმა და 1-0 გაიხსნა ანგარიში გამოიყენა საქართველოს ნაკრებმა კვიპროსელთა შეცდომა და გიორგი ქვილითაიამ დააწინაურა ეროვნული ნაკრები. შვენიერია მოახერხეთ 24 წუთზე მეტოქის ყარის აღება, მეტოქის შეცდომის გამოყენება და გიორგი ქვილითაიას მორიგი გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ ანტონის გიორგალიდისმა გუნდის კაპიტანმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა ჩააბარა პირდაპირ ჯაბა კანკავას. ყველანაირად გაუმართლებელი არის მოქმედება 4 გუნდისა ყოფებოდა კვიპროსის ნაკრების აჯანყება. თავი არაუწევია აქ გუნდის კაპიტანს შეეძლო აშკარად ბურთის მოგერიება უბრალოდ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ რატომღაც პასის გაკეთება გადაწყვიტა და შეასრულა გიორგი ქვილითაია. ძალიან კარგად ითამაშა მანამდე ჯაბა კანკავამ, რომელმაც მოიპოვა ეს პრაქტიკულად საგოლე პასი, აქაც რა კარგად იბრძვის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ეს ჯარიმა. ისევ გრძელი გადაცემა ლაკო გვილიას მიუვიდა ბურთი და ამასობაში დასრულდა დევანდელი შეხვედრა. საქართველოს ნაკრებმა მოიგო, სხვათა შორის მოიგო ზედიზედ მესამე ამხანაგური